მოგესალმებით. რუმინეთში სამთავრობო კოალიცია დაიშალა. რუმინეთზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, როგორც ქვეყანაზე, სადაც Deep State-მა ძალიან ღია დაჩვენა, რომ თუ საჭირო გახდება, ყველაფერზე წავლენ. დღეს უკვე აშკარად ჩანს, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ 2024 წელს და შემდეგ 2025 წელს იყო წითელი ხაზი, რაზეც გაიარა ბრიუსელის ბიუროკრატიისა და მემარჯვენე პოლიტიკოსების დაპირისპირება. 2 წლის წინ საკითხი ასე იდგა ევროკრატების წინაშე. ისინი ან გაიმარჯვებდნენ რუმინეთში და მათი კანდიდატი გახდებოდა პრეზიდენტი, ან ევროსკეპტიკოსების ტრიოს მიიღებდნენ. თან მაშინ ორბანი ჯერ კიდევ უნგრეთის პრემიერი იყო და ფიცოსთან ერთად უკვე ძლიერი გუნდი შეიქმნებოდა. 2025 წელს ჯორჯ სიმიონი პრეზიდენტი ვერ გახდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი შესაძლებლობები და პერსპექტივები შეიზღუდა. პირიქით, რუმინეთისთვის არსებული სირთულეების ფონზე სიმიონის მდგომარეობა უფრო ძლიერად გამოიყურება. ევროკავშირი ყოველთვის ასოცირდებოდა ისეთ პრინციპებთან, რომლებიც ზოგად დემოკრატიულ ღირებულებებად მოიხსენიება. აქ საუბარი გვაქვს რეალურ დემოკრატიაზე და არა დემოკრატიის საფარქვეშ, არა ტრადიციული ღირებულებებისა და გლობალისტურ ნეოლიბერალური პოლიტიკის გატარებაზე. ასეთი დემოკრატიული პრინციპებიდან ერთ-ერთი იყო ევროპული კანონმდებლობა, არჩევნები და ამომრჩევლის ხმის დაცულობა. ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ რუმინეთში, ეს პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. უпростоრად ბრიუსელის ბიუროკრატიის სამიზნე გახდა და ფეხქვეშ გაითელა. სხვას ვერაფერს ვუწოდებთ რუმინეთში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას. ეს იყო პრეცედენტი, როდესაც ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანაში არჩევნების პირველი ტური გაუქმდა და ამით ევროკრატებმა ყველას აჩვენეს, რომ თუ საჭიროება მოითხოვს, ერთ-ერთ მთავარ ევროპულ ღირებულებას გვერდით გადადებენ და უხეში ძალით იმოქმედებენ. მნიშვნელოვანი დეტალია ამერიკელი თადარიგის პოლკოვნიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის უფროსის ლოურენს ვილკერსონის პირდაპირ აღიარება რუმინეთთან და კონკრეტულად ჯორჯესკუსთან მიმართებითაც. ვილკერსონი ამბობდა, რომ რუმინეთში ამერიკული მხარე არ შეცდა და ჯორჯესკუ მოაშორეს, იმიტომ, რომ თავიდანვე ჩანდა მისი შესაძლებლობები. როდესაც ასეთი სხვადასხვა ინფორმაციები ერთმანეთს ავსებს, ეჭვი, რომ რუმინეთში ევროკრატების ჩარევით სპეცოპერაცია ჩატარდა მათთვის მისაღები კანდიდატის მოსაყვანად, რეალობა ხდება. რუმინეთში სამთავრობო კოალიციის დაშლა განაპირობა ძლიერმა ეკონომიკურმა კრიზისმა. ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 9%-ს უტოლდებოდა 2024 წელს, ეკონომიკური ინფლაცია 10%-ს აღწევს. ამ ვითარებაში ევროკავშირისგან მისაღები თანხა 11 მილიარდი ევროს ოდენობით შეიძლება მცირე შვება იყოს, მაგრამ ესეც ვერ მოხდება, თუ რუმინეთში შესაბამის რეფორმებს არ გაატარებენ. შესაბამისად, ყველა ფაქტორი არსებობდა საიმისოდ, რომ კოალიცია დაშლილიყო. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კოალიციის დაშლა მაჩვენა, არის ის, რომ მეინსტრიმულმა პარტიამ ჯორჯ სიმიონის ევროსკეპტიკურ პარტიასთან ითანამშრომლა და უნდობლობა პრემიერ-მინისტრს ერთობლივად გამოუცხადეს. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ეგრეთ წოდებული სანიტარული კორდონის პრაქტიკა ევროპის ქვეყნებში სულ უფრო რთული დასაცავი ხდება მემარჯვენე ძალების გაძლიერების ფონზე. გიორგი მდივანის სიუჟეტში ნახავთ, თუ რატომ ვერ სრულდება პოლიტიკური კრიზისი რუმინეთში. რუმინეთი ბოლო პერიოდში რამდენიმეჯერ მოექცა ყურადღების ცენტრში. ჯერ 2024 წელს მთელმა მსოფლიომ იხილა Deep State-ის სპეცოპერაცია და სრულიად უპრეცედენტო რა. როდესაც კალინ ჯორჯესკუს გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმეს. ეს არ იკმარის და გამარჯვებულ კანდიდატს შემდეგ არჩევნებში 2025 წელს მონაწილეობა აუკრძალის. ევროკავშირის ჩარევა რუმინეთის პოლიტიკურ არჩევნებში ყოფილმა ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა აღიარა საკუთარი პირით და სხვა ქვეყნებსაც დაემუქრა მსგავსი ჩარევით ურჩობის შემთხვევაში. Je suis certain. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა საჭირო ზომას მივიღებთ კანონის აღსრულების უზრუნველსაყოფად. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ჯარიმები და ისინი მაინც თუ გააგრძელებენ, კანონით გათვალისწინებულ აკრძალვას გამოვიყენებთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ რუმინეთში და თუ საჭირო იქნება, გერმანიაშიც იგივეს ვიზამთ. 5 მაისს რუმინეთის კოალიციური მთავრობა დაიშალა, მას შემდეგ რაც სოციალ-დემოკრატებმა მთავრობა დატოვეს. 5 მაისს პრემიერ-მინისტრი ილიე ბოლოჟანი, რომელიც ბრიუსელის მარიონეტია და 10 თვის განმავლობაში რუმინეთის დანიშნულ პოლიტიკურ ლიდერად გვევლინა
ექნებოდა, მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდა. რუმინეთის პარლამენტმა ილია ბოლოჟანის მთავრობას უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა. 291-მა პარლამენტარმა Deep State-ის დასმულ მთავრობას უფლებამოსილება შეუწყვიტა. უნდობლობის ვოტუმისთვის კი 233 ხმა იყო საჭირო. მთავრობის დაშლის პროცესი სოციალ-დემოკრატებმა დააინიციეს, ვინც დანარჩენ სამ პარტიასთან ერთად კოალიციურ მთავრობას წარმოადგენდნენ. ის რომ რუმინეთის მთავრობა დიდხანს ვერ გაძლევდა, თავიდანვე ნათელი იყო, რადგანაც სამთავრობო კოალიციაში რადიკალურად განსხვავებული პარტიები იყვნენ გაერთიანებულები. ყიფე კოალიციური მთავრობების ხშირი დაშლაც ზოგად ევროპული სერიოზული პოლიტიკური კრიზისის გამოვლინებად იქცა. რუმინეთის მეზობელ ბულგარეთში ბოლო 5 წლის განმავლობაში 8 საპარლამენტო არჩევნები ჩაატარეს. იმიტომ რომ კოალიციური მთავრობები ქაღალდის სათამაშო სავით იშლებოდა. ევროკავშირის შუაგულში ბრიუსელში 600 დღეზე მეტია მთავრობას ვერ ირჩევენ. იმიტომ რომ კოალიციები გამოსავალი კი არაა, პირიქით, დაუსრულებელი კრიზისის წყაროა. რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია ყველაზე დიდი საპარლამენტო პარტიაა და ისინი მემარჯვენე რუმინელების ერთიანობის ალიანსთან ერთად ოპოზიციაში გადავიდნენ. რაც შემეხება მე ამ კენჭისყრის შედეგის მიუხედავად გარწმუნებთ, რომ არ დავთმობ იმ ღირებულებებს, რომლებსაც პატივს ვცემდი და ვცემ ჩემი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში. ბოლომდე ვიბრძოლებ იმ რეფორმებისთვის, რომლების მჯერა თანამედროვე რუმინეთისთვის, რუმინელების ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად. ილია ბოლოჟანს რეალობასთან თვალის გასწორება არ უნდა, მაგრამ მოუწევს. ან ევროკავშირის მეორე მარიონეტს, რუმინეთის პრეზიდენტს ნიკუშორ დანს შეუძლია მისი დამშვიდება. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად რუმინეთმა შესაძლოა მაინც თავი დააღწიოს Deep State-ის მარწუხებს და სუვერენიტეტი დაიბრუნოს. რუმინეთის ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი ჩვეულებრივი ნამდვილად არაა, რაც ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში გვხდება. რუმინეთის кейსი დიდ ყურადღებას იმსახურებს. ძირითადი მიზეზი თუ რატომ ჩავარდა ბრიუსელის პროექტი რუმინეთში ისაა, რომ არც ქვეყნის მოსახლეობას და არც ყველაზე დიდი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურ პარტიებს არ სურთ, რომ ქვეყანა გარემართვაზე იყოს და არც ის, რომ საგარეო ვალი რეკორდულად გაიზარდოს. რუმინეთის სამთავრობო ბიუჯეტის დეფიციტი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მთავრობა უფრო მეც ხარჯავს, ვიდრე მისი შემოსავლებია. დეფიციტი 8% შეადგენს და ნამდვილად საგანგაშოა. საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 59%-ია და მაღალი დეფიციტი თუ შენარჩუნდა, საგარეო ვალიც საგრძნობლად გაიზრდება. ასევე აღსანიშნავია, რომ რუმინული ლეი ევროსთან მიმართებაში რეკორდულად გაუფასრულდა. ესეცაა რუმინეთში ეკონომიკური რეცესია დაიწყება. მაგრამ ყველაზე საინტერესო და ტრაგიკულ მოვლენებს მაშინ ვიხილავთ, როდესაც ქვეყანას ევროკავშირის ფონდებზე დაიბლოკება წვდომა, იმის გამო, რომ ყველაფერს ბრიუსელის კარნახით აკეთებდა. ეკონომიკური კრიზისი და პოლიტიკური არასტაბილურობა, როგორც ჩანს, რუმინეთში კიდევ დიდხანს გაგრძელდება. შემზარავი სურათია, უიმედობა, განხეთქილება და სიღარიბე. თქვენი მმართველობის პირველ თვეებში თქვენი ეკონომიკური დაცემის პროვოცირება მოახდინეთ. ეკონომიკური კრიზისი უკვე მესამე კვარტალია, რაც გრძელდება. თქვენი მმართველობის პირველი თვეები რომ შევაფასოთ, აღმოვაჩენთ, რომ თქვენ სიღარიბე შობეთ, რადგანაც შეღავათები არ შეამცირეთ. დღეს 5 მაისია. იცით, რამდენი ვიცე-პრემიერი გყავდათ? 5. თქვენ 9 თვე გქონდათ შეღავათები რომ შეგემცირებინათ, მაგრამ ეს არ გააკეთეთ. ამის მაგივრად თქვენ ფული წაართვით დედებს, ვეტერანებს, პენსიონერებს და მოწყვლად ჯგუფებს. ლიბერალი ბოლოჟანის ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ქამრების შემოჭერამ, რაც სახელმწიფო ხარჯების შემცირებაში გამოიხატა და გადასახადების ზრდაში, რუმინეთში დიდი მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია. მთელს ქვეყანაში მუნიციპალიტეტების თანამშრომლების 1/3 ბოლოჟანის მთავრობამ გაათავისუფლა და ქუჩაში დატოვა. 10,000-ობით რუმინელი, ვინც სახელმწიფო სექტორში იყო დასაქმებული, უმუშევარი დარჩა. ამ ხალხმა პოლიტიკური დემონსტრაციების გამართვა დაიწყო და ბრიუსელს დაქვემდებარებული მთავრობის არაჰუმანური პოლიტიკა დაგმო. ბოლოჟანის მთავრობამ ასევე დამატებითი ღირებულების გადასახადის გაზარდა, რითაც ბიზნესის ყოფა გააუარესა. რუმინეთის მაგალითი ევროკავშირის უსუსურობის დასტურია საკუთარი რეაქცია გამოავლინოს ეკონომიკურ პრობლემებზე და ხალხის ბრაზზე. 2024 წელს რუმინელები კალინ ჯორჯესკუს იმიტომ უჭერდნენ მხარს, რომ როგორც ეკონომიკური, ასევე შიდა ევროპული პოლიტიკის ცვლილებას სურდათ ყველა მიმართულებით. მაგრამ ბრიუსელში ამას სათანადო ყურადღება არ მიაქციეს. ქვეყნის მოსახლეობას არჩევნის უფლება წაართვეს და ისევ ძველი მეთოდებით გააგრძელეს ქვეყნის მართვა. 2024 წელს კალინ ჯორჯესკუს გამარჯვება იმას ნიშნავდა, რომ მათ ევროკავშირის ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის დასრულება, უკრაინისთვის დახმარების შეჩერება და საკუთარი ეროვნული ინტერესების წინა პლანზე წამოწევა სურდათ. ეკონომიკური პრობლემებით დამძიმებული რუმინეთი ახლა ბრიუსელის მიერ მიტაცებული სუვერენიტეტის დაბრუნებას ცდილობს. დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუმინელი პოლიტიკოსი, ჯორჯე სიმიონი ამ ბრძოლის წინახაზია. აქ პარალელი უნდა გავავლოთ საფრანგეთთან. იქაც Deep State-მა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით მარინ ლეპენის განეიტრალებას სცადა, მაგრამ საპასუხოდ მისი თანაპარტიელის ახალგაზრდა ჯორდან ბარდელას რეიტინგის რეკორდული ზრდა მიიღო. ანალოგიურადაა საქმე რუმინეთშიც. თუ კალინ ჯორჯესკუს გამარჯვება წაართვეს და მასაც ლეპენის მსგავსად არჩევნებში მონაწილეობა აუგზალეს, მისი თანამეინახე ჯორჯე სიმეონის მხარდაჭერა საგრძნობლად გაიზარდა და დიდი ალბათობით მან ეს ფორმალურადაც უნდა გააფორმოს. სიმეონის პარტია რუმინელების ერთიანობის ალიანსი საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევების თანახმად
თანახმად პირველ ადგილზეა 35% და საგრძნობლად უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. რუმინეთის საპარლამენტო რესპუბლიკაა, ამიტომაც შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა იქნება. ოფიციალურად მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2028 წელსაა ჩანიშნული. თუმცა ასეთი პოლიტიკური კრიზისის ფონზე არაა გამორიცხული, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ვიხილოთ. ამ შემთხვევაში კი სიმიონის და მისი პარტიის რუმინელების გაერთიანების ალიანსის გამარჯვების შემთხვევაში ბრიუსელი მნიშვნელოვან აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანაზე დაკარგავს კონტროლს. ფორმალურად ქვეყნის პრეზიდენტს ნიკუშორ დანს ნებისმიერ დროს შეუძლია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახალი კანდიდატი დანიშნოს და მას მთავრობის ფორმირება დაავალოს. შემდგომ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტის ნდობის მოპოვება დაჭირდება. თუ ეს არ მოხდება, პროცესი თავიდან დაიწყება. თუ რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა მოხდა და ყველაფერი დროში გაიწელა, მაშინ პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება ექნება. თუმცა ვალდებული არ იქნება ეს გააკეთოს. საქმე ძალიან რთულადაა და როგორც ჩანს ეს ყველაფერი მარტივად ვერ მოგვარდება. ჯორჯე სიმიონი ბრიუსელს და დიპ სტეიტს უპირისპირდება და ხშირად აღნიშნავს იმას, რომ გამარჯვების შემთხვევაში კალინ ჯორჯესკუს გვერდით დაიყენებს. მისი თქმით, გლობალისტურმა ძალებმა საფრანგეთის და შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის აქტიური ჩართულობით რუმინეთში დემოკრატიის წინააღმდეგ მიიტანეს იერიში. ეს იყო გლობალისტური ძალების ნაზავი. საფრანგეთი ჩართული იყო როგორც 2024 წლის დეკემბრის, ასევე 2025 წლის მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს იყო ბრიუსელი და ასევე ენტონი ბლინკენი. მისი ვადის ბოლო დღეებში გარდამავალი გუნდი უკვე ვაშინგტონში იყო დამკვიდრებული, მაგრამ თანხმობა გასცა არჩევნების გაუქმებაზე. ჩვენ არ გვაქვს არანაირი სიახლე, რადგან ეს მხოლოდ ტყუილი იყო, მხოლოდ ყალბიტყუილი რუსეთის ჩარევის შესახებ და რომ ისინი გვპირდებოდნენ, რომ ანგარიშს წარადგენდნენ. და დღესაც კი არ წარმოუდგენიათ ანგარიში არჩევნების გაუქმების შესახებ, რომლითაც 1 წელზე მეტია გვემუქრებოდნენ. რუსული ჩარევის მტკიცებულებები რუმინეთის ხელისუფლებამ ნამდვილად ვერ წარმოადგინა, რაც იმაზე მიანიშნებს, რაზეც ბევრი ეჭვობდა. გარეძალებმა გადაწყვიტეს, რომ კონსერვატორი ჯორჯესკუ ხელისუფლებაში არ დაეშვა და შეთითხმილი ბრალდებით ის როგორმე გაეჩერებინათ. გაუქმებული და მოპარული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბრიუსელმა მაინც თავისი კანდიდატი გაიყვანა 2025 წელს და ბუქარესტის მერმა ნიკუშორ დანმა საეჭვო გამარჯვება მოიპოვა. საეჭვო იმიტომ, რომ სოციოლოგიური გამოკითხვებით ჯორჯე სიმიონი ლიდერობდა. სიმიონი ასევე პირველი ტურის შემდეგაც პირველ ადგილზე იყო, თუმცა დიპ სტეიტის საყოველთაო მობილიზაციის შემდეგ მეორე ტურში ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა. რუმინეთი ნატოს წევრი 2004 წელს გახდა, ხოლო ევროკავშირის 2007 წელს. რუმინეთი ბულგარეთის მსგავსად თითქმის 20 წელი ელოდებოდა, სანამ შენგენის ზონის სრულფასოვანი წევრი გახდებოდა. ბოლოდროინდელი ეკონომიკური კრიზისი რუმინეთში კი სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ ის დიდი ხნის მანძილზე ბრიუსელის დირექტივებით იმართებოდა. რუმინეთი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება საერთოდ არაა პანაცეა და პირიქით, დამატებითი პრობლემების და კრიზისების წყარო შეიძლება აღმოჩნდეს. ევროკავშირში ყველა ქვეყანა, იქნება ეს რუმინეთი, ჩეხეთი თუ ნებისმიერი სხვა, ერთი რუტინული სქემით იმართება, ბრიუსელში შემუშავებული ლიბერალური დოგმებით, რაც ბოლო პერიოდში საკუთარ არაეფექტურობას ვერ მალავს. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობისთვის რუმინეთს სტრატეგიული მნიშვნელობის მდებარეობა გააჩნია, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება უკრაინის ომის გაჭიანურების პროცესში და ასევე ნატოს მომავლისთვის. სწორედ ამით არის განპირობებული ის დიდი ინტერესი და ბრძოლა, რაც გლობალისტურმა ძალებმა გააჩაღეს რუმინეთის წინააღმდეგ. თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სიმიონის რუმინელების ერთიანობის ალიანსი გაიმარჯვებს. ეს პარტია არც რუსეთთან და არც სხვა კოალიციების მომხრეა, მაგრამ უდავოა, რომ ის ანტიუკრაინულია. ისინი აცხადებენ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვეტენ უკრაინისთვის ნებისმიერი დახმარების მიწოდებას და რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტში ნეიტრალურები იქნებიან. რუმინეთი პოლონეთის შემდეგ მეორე ადგილზეა, როდესაც საქმე ეხება საზღვარს უკრაინასთან, პორტებს, მაგალითად კონსტანცას ნავსადგურის გამოყენების კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დახმარების მიწოდებისთვის. რუმინეთი უკრაინისთვის მიწოდების მეორე ცენტრია. თუ რუმინეთი ამ მოცემულობიდან გავა, ეს ნამდვილად დააზარალებს უკრაინას. რუმინული სამხედრო ბაზებიდან მიეწოდება სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი უკრაინას. რუმინეთში ნატოს ბაზა უნიშნულოვანესი ლოჯისტიკური ელემენტია ნატოს სამხედრო ჯაჭვში. ჯერ ჯორჯესკუმ, შემდეგ კი სიმიონიმ ნატო ომის სახალისებაში დაადანაშაულა. სიმიონი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის მომხრეა. მისი პარტიის გამარჯვება დიპ სტეიტისთვის იმის მანიშნებელი იქნება, რომ მას უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდება ძალიან გაუჭირდება. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ევროკავშირის მოთხოვნით რუმინეთი უკრაინას ყველანაირად ეხმარებოდა. სამხედრო დახმარებასაც აწვდიდა და უკრაინელი სამხედროებისთვის სამწნულო ბაზაც კი იღახსნა, სადაც F-16-ის პილოტებს ამზადებდნენ. რუმინეთს ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია ნატოსთვის. სწორედ რუმინეთში გადაწყდა ნატოს უდიდესი სამხედრო ბაზის აშენება ევროპაში, რაც მიხაილ კოგელნიჩანუს სამხედრო ბაზის გაფართოების შედეგად მოხდება. კონსტანცაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში, შავი ზღვის სანაპიროზე ჩრდილოეთ ატლანტიკური სამხედრო ალიანსი ყველაზე მასშტაბურ სამხედრო ბაზას ააშენებს ევროპაში და ის ზომით გადააჭარბებს გერმანიაში მდებარე შეერთებული შტატების სამხედრო ბაზას რამშტაინში. ამიტომაც რუმინეთში ნატოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსის გამარჯვება,
რომელიც ნატოს ექსპანსიონისტურ გეგმებს წინააღმდეგობას გაუწევს, Deep State-ის ახალი კოშმარი გახდება. ევროკავშირი ხანგრძლივი და პერმანენტული კრიზისის ფაზაშია შესული. ძნელია ქვეყნის მოძებნა, სადაც კოალიციური მთავრობა დროზე ადრე არ დაიშალა ან სერიოზული გამომწვევის წინაშე არ იყოს. აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში ერთმანეთის მიყოლებით ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსები იმარჯვებენ, რომლებიც ბრიუსელის მავნებლურ პოლიტიკას უპირისპირდებიან, უკრაინის ომის დასრულების ინიციატივით გამოდიან და რუსეთთან რაციონალურ ურთიერთობას ემხრობიან. ხორვატიაში ზორან მილანოვიჩი, ჩეხეთში ანდრეი ბაბიში, სლოვაკეთში რობერტ ფიცო, ბულგარეთში რუმენ რადევი, პოლონეთში კაროლ ნავროცკი. რუმინეთშიც კონსერვატორი პოლიტიკოსის გამარჯვება დროის ამბავია და სავარაუდოდ მისი ახალი ლიდერი ჯორჯე სიმიონი იქნება. თუ ვერ გაიმარჯვებთ, მაშინ შემდეგი უნგრეთი იქნება. ვიქტორ ორბანიც დაკარგავს ძალაუფლებას და მთელი ევროპის კონტინენტი, მთელი ევროკავშირი დიქტატურად იქცევა. ჩვენ არ გვინდა არც პოლონეთში, არც რუმინეთში, არც უნგრეთში, არც სლოვაკეთში რომ ყავდეს მამა ნომერი 1 და მამა ნომერი 2. ჩვენთან დედა უნდა იყოს დედა და მამა მამა. ყველა ქმედება იწვევს უკუქმედებას. ნიუტონის ეს მესამე კანონი ევროპულ პოლიტიკაზეც ძალიან კარგად ვრცელდება და აჩვენებს, რომ რაც უფრო ცდილობენ მეინსტრიმ პარტიები მემარჯვენე ევროსკეპტიკოსების წინააღმდეგ ბრძოლას, მით უფრო ძლიერდებიან ეს უკანასკნელები. ბრიუსელის ბიუროკრატია შეიძლება ყველაფერს იყენებს საიმისოდ, რომ ევროსკეპტიკური პარტიები პოლიტიკური სივრციდან გააქროს, მაგრამ ეს არ გამოდის. ამის კიდევ ერთი მიზეზი ისევ ბრიუსელის ბიუროკრატიის პოლიტიკაა, რომლის უკუშედეგები უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება ევროპელი ამომრჩევლისთვის, შედეგები კი არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესზე აისახება. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.